ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს გელათის მონასტერთან. სამუშაოები ითვალისწინებს საინფორმაციო ცენტრის საპირფარეშოების, კაფეტერიის, კიოსკების, ავტოსადგომის, ტაძართა მისასვლელი 600 მეტრიანი გზის, წყლის და კანალიზაციის ქსელის გამართვას. ადგილზე დაახლოებით 15-20 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც გულისხმობს საინფორმაციო ცენტრს. სასაჩუქრე მაღაზია იქნება, საპირფარეშოები იქნება, ძალიან თანამედროვედ იქნება ავტოსადგომი, ასევე პროექტის ფარგლებში ხორციელდება მონასტრის გუმბათის რესტავრაცია. პროექტის ღირებულება არის 2 მილიონ 500,000 ლარი. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები გელათში. ეს ნამდვილად ერთ-ერთი სამკაულია იმერეთის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის. ჩვენ აქ ვაწყობთ სხვადასხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის საინფორმაციო ცენტრს, პარკინგსა და სხვა. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ვახორციელებთ კონსერვაციის სამუშაოებს იკონოგრაფიაზე.